ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ამ კვირის მანძილზე ქართულ და უცხოურ შოუ ბიზნესში მომხდარ ყველა საინტერესო მოვლენას გაგაცნობ. მას ასე ეთერშია პროგრამა ინფორმატორი ლაილაისთან ერთად. სალომე გასვიანისთვის ეს კვირა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. იგი 13 წლის გახდა. ფილარმონიის სოლისტის წოდებაც მიიღო და კლიპის პრეზენტაციაც მოაწყო. ძალიან გახარებული ვარ დღევანდელი დღით. ჩემი მეგობრები, ჩემი ახლობლები ყველანი აქ არიან. ჩემი მეგობრები, მომღერლები ყველანი აქ არიან და ძალიან გახარებული ვარ და ძალიან ბედნიერი. ჯაზის სახლში რუსული რომანსის საღამო მოაწყო მაია ბარათაშვილმა. მინდა კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ, დავწმუნდეთ იმაში, რომ აი ეს რაღაც მუსიკა და სილამაზე დგას ყოველივე რაღაცა პოლიტიკური აი ამ დაძაბულობის ასე ვთქვათ, ზემოთ და უფრო მთავარია. და სწორედ აი ეს არის სწორედ იდეა, რომელიც მე გამიჩნდა და რა თქმა უნდა, უბრალოდ თავი მინდოდა თავი მომეყარა კარგი ხალხისათვის, მათთვის, ვინც იცნობს შემოქმედებას. Что грущу, что люблю тебя пламенно и тоскую я. Хочу лишь тебя. Ты ж молчишь, словно как сердце кому ни за что. Что по ночам так мучило меня. ევროპის დღესთან დაკავშირებით აჭარა მიუზიკ ჰოლში ბელგიელი დიჯეი პრინცი იყო მიწვეული. ჩვენ გქონდა მხოლოდ და მხოლოდ სურვილი, რომ ეს ევროპული დღე აღენიშნა ქართულ ახალგაზრდობას, რასაკვირველია ევროპულ სახლს
და შესაბამისად აჭარა Music Hall-საც, იმიტომ რომ ჩვენი იდეა ერთ-ერთი კონცეფცია ამ კლუბის ის არის, რომ რაღაცა ახალი ფორმები შევთავაზოთ ქართულ მსმენელს და შესაბამისად პოპულარიზაცია გავუკეთოთ. DJ Prince საკმაოდ ცნობილი სახელია მათთვის ვინც მუშაობს უბრალოდ ვინც ურთიერთობს ევროპულ house მუსიკასთან. მე მინდა გითხრა რომ თბილისში დარწმუნებული ვარ რამდენიმე მოყვარულს სახში აქვს DJ Prince-ის ფირფიტა, მაგრამ არც კი იციან რომ ეს DJ Prince-ია, იმიტომ რომ მისი მიქსები არის სხვადასხვა კომპილაციებზე, სხვადასხვა კრებულებზე. ეს არის ძალიან სერიოზული house მუსიკოსი, რომელიც უკვე დაახლოებით 10 წლის მანძილზე მუშაობს. მე მიწევს ნებისმიერ დარბაზებში დაკვრა, ეს შეიძლება იყოს 200 კაციანი პატარა დარბაზი, შეიძლება იყოს 6000 კაციანი ღიაცის ქვეშ ჩატარებული ფესტივალი, ეს შეიძლება იყოს გემი, რომელზეც თქვა წვეულებას აკეთებენ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის თუ როგორი განწყობა არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხალხი იქნება იქ, თუ შეიქმნება ის ატმოსფერო, რომელიც აი ამ მუსიკას უფრო კარგად გამოხატავს. მაისს გაიხსნა საერთაშორისო გამოფენა Appendix 2. ღონისძიებები 29 მაისამდე გასტანს. ეს არის საერთაშორისო გამოფენა. ორგანიზატორი არის Media Art Farm და ეს გამოფენა იმითი არის მნიშვნელოვანი, რომ ეს არ არის კონცენტრირებული მხოლოდ ერთ ადგილას და მხოლოდ დახურულ სივრცეში, არის რამდენიმე ადგილას და გარე სივრცეებშიც არის ქალაქში. Die Aussicht genießen und das Runterlaufen genießen. ეს არის ეს კონცეფცია შეიძლება ითქვას რომ ემყარება სიზიფეს მითს, რომელსაც აქვს ქვა მთაზე, იმისთვის რომ დაატკბეს ხედით, მაგრამ ეს ქვა უვარდება და როდესაც ეს ქვა ვარდება, ის ასევე ტკბება. Expo Georgia საგამოფენო დარბაზში ფართომასშტაბიანი გამოფენა გაიხსნა, რომლის მიზანიც იყო ტურიზმის განვითარება, ქვეყნებს შორის ურთიერთობის დამყარება. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ამსახველი სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშები, ქანდაკებები, ფერწერული ტილოები, ფოტოები. გარდა ამისა მოეწყო წიგნის პრეზენტაცია ქართული სახელმძღვანელო ტურიზმში, რომლის ავტორია ტურიზმის ექსპერტი მარინა მეტრეველი. თავად გამოფენაში ძალიან ბევრი უცხოელი იღებდა მონაწილეობას. წიგნი არის ზოგადი ინფორმაცია ტურიზმის სფეროში, კადრების მომზადების, პროფესიული კადრების მომზადების, დაცული ტერიტორიების როლის შესახებ, ტურიზმის ისტორიაზე, განვითარების პერსპექტივებზე, საქართველოს ტურიზმის და კურორტების პოტენციალზე და ზოგადად ყველა იმ საკითხზე, რომელიც შემდგომში სტუდენტს გაუადვილებს სპეციალური დისციპლინების შესწავლას. Мы приехали представить Украину, чтобы вспомнили про Украину и чтобы приезжали сюда. И наша главная задача, чтобы развивался туризм в Украине и туризм в Грузии. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.